სალამი, მოგესალმებით ყველას. კარგი ხანია. ლაივში არ ყოფილი ვარ. ალბათ დაახლოებით 1-2 თვე იქნება. გასული მას შემდეგ რაც ბოლოს ვიყავი ლაივში და რაღაც თემები განვიხილეთ. დღეს მინდა დაგროვილ შეკითხვებზე გავცე პასუხი. იმიტომ რომ შეკითხვები დაგროვდა როგორც YouTube-ზე, ისე Facebook-ში და აი ამ შეკითხვებს მინდა გავცე პასუხი. დაახლოებით მაქსიმუმ 1 საათი იქნება ლაივი და რასაც მოვასწრებ, იმას გავცემ პასუხს. ანუ რაც შეეხება YouTube-ზე მიწერია ყველგან რა პრინციპში ხო ყველა ვიდეოს ქვევით მიწერია რომ შეკითხვებს YouTube-ის კომენტარებში ნუ დამიწერთ თქო. იმიტომ რომ ვერ გიპასუხებთ. მომწერეთ Facebook-ზე თქო. შესაბამისად, ბევრი მწერს Facebook-ზე, მაგრამ ზოგიერთი მაინც თავის შეკითხვას წერს YouTube-ზე. YouTube-ის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სრულყოფილად ადამიანს გავცე პასუხი. შესაძლებელია ზოგადად, ზედაპირულად რაღაცა პასუხი. ერთი წინადადება, ორი წინადადება მივწერო და მორჩა. შემდეგ იქიდან თუ წამოვიდა კიდევ შეკითხვა, აი ამის გულისთვის, აი ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის გულისთვის YouTube შეიძლება გაბრაზდეს. იმიტომ რომ იქ იქნება ისეთი ფრაზები, ისეთი სიტყვები, რომელიც YouTube-ისთვის მიუღებელია, იმიტომ რომ ეს შეეხება ვეიპინგს და ვეიპინგი საერთო ჯამში YouTube-ს არ მოსწონს. და ამის გულისთვის შესაძლებელია კონტენტი დაბლოკოს. ამიტომ წერ რომ მომწერეთ Facebook-ს. ჯერ ერთი. მეორე ის არის რომ ამ ფორმატში, ამ კომენტარების ფორმატში მე თქვენ ვერ გაგცემთ სრულყოფილ ამომწურავ პასუხს და თუ არ იქნება ეს პასუხი სრულყოფილი, ინდივიდუალურად, კონკრეტულად თქვენთვის, მაშინ შესაძლებელია თქვენ არაფერი გამოგივიდეთ ვეიპინგში. ამიტომ უმჯობესია Facebook-ზე მომწეროთ, რასაც ბევრი აკეთებს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მაინც კითხვას სვავენ YouTube-ზე. და მე არ მინდა აი ეს ადამიანები ზოგადად დავტოვო უყურადღებოდ. იმიტომ რომ უბრალოდ არ წაიკითხეს ჩემი დაწერილი. მოდი ბევრს აღარ გავაგრძელებ და მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ მოკლე დროს პასუხების გასაცემად. ანუ რასაც მე აქ ხედავ ახლა. არის ესეთი შეკითხვა, გამარჯობა, შეგიძლიათ ამიხსნათ სითხის დამზადებისთვის საჭ შემიძლია ინგრედიენტების ყიდვა, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი და არომატი. თქვენ ძველ ვიდეოში ვნახეთ ჯოკერი, ალბათ აღარ ყიდის. ჯოკერი ყიდის. როგორც Facebook-ზე, ისე Telegram-ში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ან Instagram-ზე დაუკავშირდეთ და თავისუფლად შეიძენთ. გამარჯობა, სითხის თავის დანებება, სიგარეთზე თავის დანებება სვაპირებ, კოლოფ ნახევარს ვეწეოდი დღეში, სადაც ვარ დაახლოებით $10 ღირს ერთი კოლოფი სიგარეტი ალბათ, თან მაინტერესებს სითხის გაზავება როგორ
დაიწყო ნიკოტინის რა შემცველობა და ასე შემდეგ. მსგავსი ვიდეოები დევს ჩემ არხზე, როგორ უნდა დაიწყოთ, როგორ უნდა გააზროთ ამაზე ჩვენ ლაივი გქონდა. საქმე იმაშია, რომ მსგავს ლაივს მე ვერ დავტოვებ არხზე. ანუ ჩაწერას ვერ გავაკეთებ. ჩვენ გქონდა ლაივი, სადაც მე ვილაპარაკე, როგორ უნდა გაგეზავებიათ, რანაირად, რამდენი რა უნდა ჩაგესხათ ინგრედიენტი პროცენტულად და რა თქმა უნდა ის ვიდეო არ დავტოვე, იმიტომ მაგ ვიდეოს გულისთვის არხი დაიბლოკება. სადაც არის ახსნა განმარტება რა და რამდენი უნდა იყოს ჩასხმული. შეიძლება თუ იქნება დაუშვათ ბევრი მსურველი მაინც იმისა თუ როგორ და რა რაოდენობით უნდა გაზავდეს სითხეში, კიდევ გავაკეთო ერთი სტრიმი, ერთი ლაივი და ამის შესახებ წინასწარ დავწერ Facebook-ზე, ოღონდ თუ იქნება რაოდენობა ადამიანების, ახლა 1 და 2 ადამიანი შესაძლებელია პირდაპირ Facebook-ში აუხსნა. და რაც შეეხება ლაივებს ამ თემაზე და სადაც კონკრეტულად არის ახსნილი, რომელი ინგრედიენტი რამდენი უნდა იყოს სითხეში, ესეთი ლაივი არ დარჩება არხზე. ეს ლაივში მე როგორც წინაზე გაჩვენეთ და შემდეგ არც დამიმახსოვრებია პირდაპირ წაიშალა, იმიტომ რომ მსგავსი ვიდეოს გულისთვის არხს დაბლოკავენ. ხო, ცუდია რა თქმა უნდა, მაგრამ ესეა. სალამი გოგა, სალამი. ხო, მე მგონი გავეცი პასუხი. თუ გჭირდება დღესაც, ახლა რამდენი დრო გავიდა არ ვიცი, მას მე დღესაც თუ გჭირდება ეს ინფორმაცია, ჯობია მომწერო Facebook-ზე. ან დაელოდო დაუშვოთ თუ იქნება მსგავსი ლაივი, მაგრამ არ ამგონია, იმიტომ რომ მაგდენი ხალხი არ არის იმისი, რომ დაელოდოს რა და როგორ უნდა. გამარჯობა დამწყებისთვის, რა მოდელს მირჩევთ გაჟონვისგან დაცული რომ იყოს. რა მოდელს მირჩევთ, ანუ კომენტარი არის ვიდეოზე, რომელშიც არის ატომაიზერები, ნაჩვენები. დამწყებისთვის ნებისმიერ ატომაიზერს გირჩევთ. გაჟონვისგან რო იყოს დაცული, აქ აუცილებელია თვითონ მომხმარებელმა, ანუ თქვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისწავლოთ სპირალის და ბამბის ჩადება. ეს არის საუკეთესო ვარიანტი. აი დაუშვათ დღეს არ გამოგივიდათ და გაჟონა, ხო? ხვალ უფრო მეტ ბამბას ჩადებთ. ხო, ლოგიკურია. რომ არ გაჟონოს. თუ მაინც გაჟონა, კიდევ უფრო მეტ ბამბას ჩადებთ. თუ დაუშვათ პირიქით დააკლდა, ცოტა ნაკლებს ჩადებთ, ან დავარცხნით ბამბას, ხო? ეს ყველაფერი უკვე მე მოდის პრაქტიკიდან რა, ამის ცოდნა. რომელ ატომაიზერში რამდენი ბამბა ჩადოთ. და რატომ გეუბნებით ამას? შემიძლია გითხრათ, ესე ზოგადად, რომ აიღეთ ატომაიზერი
ზედა საჰაეროთი, ანუ ზევიდან რომელიც იღებს ჰაერს. ანუ აი ატომაიზერი, რომელიც სხვადასხვა ატომაიზერებია, რომლებიც დავუშვათ, აი ზევიდან იღებენ ჰაერს. საჰაერო აქვთ ზედა ნაწილში განთავსებული. ქვედა ნაწილში ამას არაფერი არ აქვს, შესაბამისად გაჟონვა აქ არანაირად არ გამოვა. ახლა ზევიდან თუ გადმოასხავთ, რა ვიცი. პრინციპში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მომდომება დასჭირდება. მსგავსი ატომაიზერები არის გათვლილი ზუსტად იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ ახერხებენ ბამბის ჩადებას. ისე როგორც საჭიროა, იმ რაოდენობით რამდენიც სჭირდება და იმისათვის, რომ არ დაფრთხეს ადამიანი დამწყები და არ შეეშვას საერთოდ ასეთ ამგვარ ატომაიზერებს. აგერ არის გამოსავალი, მაგრამ გაგაფრთხილებთ, რომ მსგავსი ატომაიზერები გაცილებით ნაკლებად გადმოსცემენ სითხის გემოს, ვიდრე ატომაიზერები, რომლებსაც აქვთ საჰაერო ქვედა ნაწილში. ანუ ქვედა საჰაეროები, ქვევით აქვს მოთავსებული საჰაერო, ქვევიდან იღებს ჰაერს. ამიტომ გირჩევთ რამოდენიმეჯერ ჩადოთ ბამბა, არ დაგაფრთხოთ იმან, რომ გაუვიდა, არა უშავს, ერთხელ გაუვიდა, 5 ჯერ გაუვიდა, მე-10 უკვე რო ჩადებთ, აღარ გაუვა. უკვე მიხვდებით, რამდენი ბამბა უნდა ჩადოთ შიგნით. დამიჯერეთ, ეს უკეთესი იქნება, იმიტომ რომ სითხის გემოს გადმოცემა ატომაიზერს, რომელსაც აქვს ქვედა საჰაერო, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ატომაიზერის, რომელსაც აქვს საჰაერო ზედა ნაწილში მოთავსებული და ზევიდან იღებს ჰაერს. და მე იქ ანაწილებს, როგორ ანაწილებს, სულ ერთია, მაინც ვერასოდეს ვერ გაანაწილებს ისე, როგორც რეალური ქვედა საჰაერო. Autoreal. სოუსექესაც შეგითხვას, ჩემსას არ ეცვლება ატომაიზერი. ჩემი არ არის მოდი. რომელ ვიდეოზია მოდის სახეობები ვეიპინგში, ხო? თუ არ ეცვლება ატომაიზერი, ანუ აი ატომაიზერი არ ეცვლება, ხო? აი მსგავსი რაღაცა ეს სითხე არ არის, ეს არის კონდენსატი. მსგავსი რაღაცაც შეიძლება თქვენ შეგხვდეთ ისე, რომ არ შეგეშინდეთ, ეს არ არის ესა სითხე, ეს არის კონდენსატი. ხო. თუ არ ეცვლება, ეს არის სტიკი. სტიკი არის ახალბედა ვეიპერებისთვის, აი ეხლა დაიწყეს, აი ამ წუთას დაიწყეს მოხმარება და უნდა იყიდოს ადამიანმა ატომაიზერი, უნდა იყიდოს მოდი, უნდა იყიდოს აკუმულატორი, რომელიც მოდში დევს, უნდა იყიდოს აკუმულატორის დამტენი და აი ეს ყველაფერი ახალბედა ვეიპერს დააფრთხობს. იმიტომ რომ აი ეს რომელი იყიდოს არ იცის, მოდი. რომელი იყიდოს ატომაიზერი არ იცის. არაფერი არ იცის. არჩევანი დიდია. და შეიძლება დაიკარგოს ამ არჩევანში. და არსებობს სტიკი. სტიკი, რომელშიც ჩაშენებულია აკუმულატორი, არ ხდება აკუმულატორის ცალკე ყიდვა, არც დამტენის თვითონ ტენის. ესენის ტენის, მაგრამ საერთოდ არ არეკომენდირებულია მოდში აკუმულატორის დატენვა. არ ჭირდება ცალკე ატომაიზერის ყიდვა, ეს ატომაიზერი
შიგნით ჩაშენებულია, ერთადერთი რაც შეიძლება გავაკეთოთ, გამოვცვალოთ coil-ი და მაქსიმუმ გამოვცვალოთ drip-tip. და მორჩა. როგორც ერთი მთლიანი მოწყობილობა, stick-ი აი ესე იყიდება. სადაც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ჩავასხოთ სითხე და პირდაპირ ავაორთქლოთ. არ ჭირდება იმას არაფერი. და პერიოდულად გამოუსვლით coils, როცა დაბინძურდება. თუმცა ეს სტიკები ძირითადად კი არა, ყველა უხარისხოა. ანუ ძალიან ბევრს სითხე გაზდის პირდაპირ coil-იდან გაზდის და ჟონავს სითხე და ადამიანები მერე ვეღარ ხმარობენ იმას, იმიტომ რომ სულ სითხეშია. მთლიანად სადაც დადებენ იქ სითხე ასხია და ესე შემდეგ. მაგრამ პირველი ხანისთვის არის როგორც წარმოებელს გონია არის მარტივი დამწყები ვეიპერისთვის. მაგრამ მე ესე არ მგონია, მე ვარ წინააღმდეგი ამისი, ჩემი აზრით სტიკში ფულის გადახდა და სტიკის ყიდვა არის ფულის გადაყრა. იმიტომ რომ სტიკს თუ გამოიყენებთ, რამოდენიმე თვე გამოიყენებთ, მაქსიმუმ 2-3 თვე და მერე აღარც გაეკარებით, მერე გადახოთ უკვე სხვა მოწყობილობებს. და სტიკი იაფი არ არის. სტიკი საკმაოდ ძვირი არის. ასე რომ თუ თქვენსას არ ეცვლება ატომაიზერი, რა თქმა უნდა, ეს მოდი არ არის. ეს არის სტიკი. მოდი არის ცალკე მოწყობილობა. აი ეს არის მოდი, რომელსაც არ აქვს ჩაშენებული ატომაიზერი. მოდს შეიძლება ქონდეს ჩაშენებული აკუმულატორი, რომელიც არ ეცვლება. ჩაშენებული აკუმულატორი, მაგრამ თუ შიგნით ჩაშენებული ატომაიზერი, მაშინ ეს უკვე არის სტიკი და არა მოდი. გადავიდეთ შემდეგზე. გამარჯობა, გლიცერინი აფთიაქში უნდა შევიძინო? ამაზე ცალკე ვიდეოც მაქვს დადებული, მოკლე ვიდეო, რომ აფთიაქის გლიცერინი არ იყიდოთ თქო. აქ ვიღაცა პასუხობს, რომ კი გლიცერინი აფთიაქში უნდა შეიძინო, ალბათ დასცინის. არ ვიცი, შეიძლება არ დასცინის და თვითონაც აფთიაქში ყიდულობს. მაგრამ ეს შეკითხვა და ეს კომენტარები აქვს ისეთ ვიდეოს, როგორ დავამზადოთ ვეიპის სითხე ჯოკერის ინგრედიენტებით, ხო? ამ ვიდეოს აღწერაში უწერია, რომ არ შეიძინოთ გლიცერინი აფთიაქში. ამ ვიდეოს უწერია იქ აღწერაში. ამ ვიდეოში არსად არ არის ნათქვამი, რომ გლიცერინი იყიდეთ აფთიაქში. აფთიაქის გლიცერინი ვეიპინგის სითხეში არ მიდის. ანუ ვეიპინგის სითხის ინგრედიენტი არ არის აფთიაქის გლიცერინი. აფთიაქის გლიცერინი არ არის გასუფთავებული. ის არის გარე მოხმარებისთვის და არა იმისთვის, რომ ფილტრებში ჩაუშვათ მისი ორთქლი. აფთიაქის გლიცერინი არის გარე მოხმარებისთვის. ამიტომ ის არ იფილტრება. იმ დონეზე არ იფილტრება, რომ ვეიპინგში გამოვიყენოთ. და რა ძალა გადგიათ აფთიაქში იყიდეთ ეგერ იმაში. ჯოკერში რა პრობლემა? შემდეგი დღეს ვიყიდე რაღაც
კალიბურ G3 და მინდა სიგარეტი გადავაგდო. გამოცდილება გქონიათ და იქნებ მიპასუხო თუ მითხრათ სითხეები სად შეიძლება შევიძინო ხარისხიანი და უსაფრთხო. ჯოკერს შეიძინეთ ხარისხიანია და უსაფრთხო დღესდღეობით ზუსტად ვიცი რომ ხარისხიანია და უსაფრთხო. თუ რა თქმა უნდა გამოიყენებთ ისე როგორიც არის მისი დანიშნულება. კალიბურ G3 ხო, პრინციპში პოდებს რაც შეეხება კარგია გასასინჯად. ხარისხიც ნორმალური აქვს კალიბურს, მაგრამ მხოლოდ ამ ერთი მოწყობილობით თქვენ სიგარეტს თავს ვერ დაანებებთ. თქვენ დაგჭირდებათ რამოდენიმე მოწყობილობა. და სხვადასხვა სითხეები, რომლებშიც სხვადასხვა რაოდენობით ასხია ნიკოტინი. ანუ ნიკოტინის შემცველობა სხვადასხვა რაოდენობა აქვს და პლუს ამას სალთ ნიკოტინიანი სითხე არ მოიხმაროთ, თორე ვერასოდეს ვერ დაანებებთ სიგარეტს თავს. სად შევიძინო? სად შეიძინოთ ეგ ნათქვამიც არის და დაწერილიც. არომატიზატორის შეძენასაც შეიძლება ვერ გავიგე ვიდეოს თუ არ უყურებთ. ანუ ისეთი კითხვები უწერია, შეკითხვები ვიდეოს ქვევით კომენტარებში ადამიანებს, რომ აშკარად ვიდეო ნანახი არ აქვთ. თორე ვიდეოში ნათქვამია სად შეიძინოთ. ან სათაური რო წაიკითხოთ, როგორ დავამზადოთ ვეიპის სითხე ჯოკერის ინგრედიენტებით. ანუ ჯოკერს შეგიძლიათ იყიდოთ, ხო? რახან ჯოკერის ინგრედიენტები წერია. ცოტა გაოცებული ვარ. მე მგონი კომენტარები უნდა გავთიშო საერთოდ, როგორც ადრე მქონდა გათიშული და ამაზე დროის დახარჯვა აღარ ზღირს. 60-100 ლარის ფარგლებში რომელ ვეიპს მირჩევთ, მე ვერ გირჩევთ 60-100 ლარის ფარგლებში ვერანაირ ვეიპს, იმიტომ რომ ნორმალური პოდისკი რო შეეძინოთ 100 ლარზე მეტი ღირს საქართველოში. 60-100 ლარის ფარგლებში ან იყიდით მეორაც ნახმარს, რასაც არ გირჩევთ, ან იყიდით ისეც, რომელსაც სითხე ან გაზდის, ან სითხის უკმარისობა აქვს ქოილში და ბამბას წოვს ძალიან მალე. ანუ ხარისხიანი და იაფი არ არსებობს. თუ ეძებთ ხარისხს, შესაბამისად პულიც უნდა გადაიხადოთ. მეტუმეტე 60-დან 100 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ იყიდოთ პოდი, მაგრამ იმის გამოყენების პერიოდში თქვენ ვერ გაიგებთ რა არის ვეიპინგი. პოდითაც კი, იმიტომ რომ დაიტანჯებით. გამოწერას 100 ლარის ფარგლებში შეძლებთ. მაგრამ გამოწერა ეს უკვე სულ სხვა თემაა, ხო? აქ ვლაპარაკობთ ყოველთვის საქართველოს ფარგლებში რო ვიყიდოთ. YouTube-ზე მეტი შეკითხვები აღარ არის, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ აქ უმეტესობა ისეთი შეკითხვები იყო, რომელზე პასუხიც უკვე არის ვიდეოებში და ეხლა იგი ერთი და იგივეს გამეორება არ მინდა. ამაზე დრო რო დავხარჯო. გადავედით ეხლა Facebook-ზე. ანუ Facebook-ში ძირითადად ყველას უპასუხე, მაგრამ კიდევ არის რაღაც
შეკითხვები, სადაც პასუხი ვისთვისაც არ გამიცია, იმიტომ რომ ვერ მოვახერხე. და ეხლა გავცემ პასუხს. სტიკი ჩაშენებული აკუმულატორით. ღირს ყიდვა? იგივე პასუხი გავეცი. ანუ თითქმის ეგ და იგივე შეკითხვებია სულ მუდამ. და მე ვცდილობ ვიდეოებს როცა ვაკეთებ ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ და თქვენ თუ ამ ჩემ ვიდეოებს არ უყურებთ ან დაუშვათ ნახევარსაათიანი ვიდეოდან უყურებთ 2 წუთს მარტო, ხო? რა თქმა უნდა, ვერ შეძლებთ რომ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. ხო და ამაზე ვიდეოები გადაათვალიერეთ და ნახავთ პასუხს. ხო, რაც შეეხება ვეიპს, ანუ რომელი ვეიპი შევიძინო. როდესაც თქვენგან როცა მომდის შეკითხვა, რომელი ვეიპი შევიძინო. როდესაც მე მესმის ეს შეკითხვა და როდესაც მე ვამბობ ვეიპს, მე არასოდეს არ გულისხმობ პოდს. იმიტომ რომ პოდი არის პორტატული ვეიპ მოწყობილობა. პორტატული. ეს არ არის ვეიპ მოწყობილობა სრულყოფილი. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ვეიპზე, ჩვენ საუბრობთ სრულყოფილ მოწყობილობაზე. ამიტომ, როდესაც თქვენ მე მისვავთ შეკითხვას, რომელი ვეიპი შევიძინო, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე საერთოდ არ ვფიქრობ პოდზე. საერთოდ არ ვფიქრობ. და ჩემგან იქნება პასუხი დაუშვათ რომელიღაცა მოდი, რომელიღაცა ატომაიზერი, ხო? გააჩნია თქვენი გამოცდილება სიგარეტის ძების პრაქტიკიდან. რა გაქვთ გამოცდილება? ანუ რა დაგჭირდებათ, რომელი მოწყობილობა დაგჭირდებათ? პოდი არის იმისთვის მოწყობილობა, რომ გასინჯოთ. სითხე და დარწმუნდეთ, რომ ალერგია არ გაქვთ სითხეს. მეტი პოდი არაფერში არ გამოგადგებათ, გარდა იმისა, რომ დაუშვათ პატარაა და სადღაც რო წახვედით, ჯიბეში ჩაიგდოთ პატარა მოწყობილობა, ოღონდ პატარა მოწყობილობა. ჩინელებს ისე აქვთ არეული ეს ყველაფერი ერთმანეთში, რომ აი ამ ხელა მოწყობილობასაც კი ეძახიან პოდიაო. იმიტომ რომ პოდი იყიდებოდა და დაარქვეს მერე დიდ მოწყობილობებსაც პოდი. ანუ შეცდომაში შეყავთ მომხმარებელი რა. მომხმარებელი, რომელმაც არ იცის, არ არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში. ისევე როგორც დღეს ერთჯერადებით შეყავთ შეცდომაში მომხმარებელი და ძალიან ცუდს აკეთებენ, მაგრამ რას იზავ, ხა უარებსაც აკეთებენ ადამიანები, მაგრამ გაზდით ხო. ხო. ანუ, როდესაც თქვენ მე მეკითხებით რომელი ვეიპი შევიძინო, ვეიპ მოწყობილობა, მე გპასუხობთ ვეიპ მოწყობილობაზე და არა პოდზე, პორტატულ მოწყობილობაზე. პოდი რომელიც გინდათ, ის შეიძინეთ, თავარია არ გაზდიოდეს. პოდს ვიყენებთ ძალიან მოკლე დროით, ხო? ძალიან მოკლე დროით. იმდენად მოკლე დროით, რომ იმის ხსენებაც კი ვეიპინგში ნაკლებად საინტერესოა. ხო, რაც შეეხება მოწყობილობებს, რომლებიც იყო ადრე და ეხლა გინდათ რომ იყიდოთ და ვერ პოულობთ ვერანაირად. საერთოდ ჩინელებს როგორ აქვთ? გამოუშვეს დაუშვათ რაღაცა მოწყობილობა, ატომაიზერი დაუშვათ აი ეს მოდელი ატომაიზერი. გამოუშვეს ეს ატომაიზერი და სიტყვაზე გამოუშვეს პარტია 10,000 ცალი.
და მორჩა დაამთავრეს ამის გამოშვება ჩინელებმა. ისინი არ აკეთებენ ისე, რომ აი დღეს ეს გამოუშვეს და ხვალეც გამოუშვებენ, ან რომ გაიყიდება ეს კიდე გააგრძელებენ ამის გამოშვებას, არ არის მასე. სიტყვაზე 10,000 წელი დაამზადეს, გამოუშვეს და მორჩა ის წარმოება, რომელიც ამზადებდა ამ ატომაიზერს, გადაეწყო სრულიად სხვა ატომაიზერზე და ეხლა უშვებს სხვა ატომაიზერს. ამ ატომაიზერს აღარ დაუბრუნდება ის არასოდეს. ყოველ შემთხვევაში 99.99%-ში არ დაუბრუნდება. ეს რაღაცა სასწაული უნდა მოხდეს, რომ დაუბრუნდეს რომელიმე მოწყობილობას და გამოუშვას ისევე. ანუ შესაბამისად გაიყიდა ხო ის პარტია. ამოიყიდა მთლიანად რაც გამოუშვა წარმოებელმა და თქვენ ამ მოწყობილობას ვეღარ ნახავთ ვერსად რო იყიდოთ. ან მეორადი უნდა იყიდოთ, ან ვიღაცას ქონდა დაუშვათ ნაყიდი შენახული, გაუხსნელი და ის ყიდის მურჩა. ისე რომ იმის ძებნა რაღაც ატომაიზერებზია საუბარი რა, იმიტომ რომ დღეს ატომაიზერები ნაკლებად გამოდის, შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის აღარც გამოდის, იმიტომ რომ ეს ხალხი გადაიყვანეს ერთჯერადებზე, მერე და ამას დაარქვეს ვეიპინგი, ერთჯერადებით თავი ვერ დაანებეს სიგარეტს და იძახიან, რომ ვეიპინგი არშველის რომ ადამიანმა სიგარეტს თავი დაანებოსო და ამ ადამიანებს არავინ არ ეუბნება, რომ ერთჯერად სიგარეტები ვეიპინგს არ მიეკუთვნება ისევე როგორც CBD-ის მოხმარება, ანუ კანაფის ზეთის მოხმარება, ანუ თხევადი პლანი არ მიეკუთვნება ვეიპინგს. მართალია ორთქლი ამოდის ერთი და მეორე შემთხვევაშიც, მაგრამ ის არის ნარკომანია, ეს არის ნიკოტინის ჩანაცვლება. ხო, სად ვიყავი? და ამიტომ ატომაიზერი როდესაც გამოდის, თუ ის არის კარგი ატომაიზერი, ანუ კარგად გადმოსცემს გემოს, ვიზუალურადაც მოგწონს დაუშვათ, ეს ინდივიდუალურია, მოსახმარადაც ადვილია, იმიტომ რომ სპირალის ჩადება მარტივია, ბამბის ჩადება მარტივია, ბამბის რაოდენობის განსაზღვრა მარტივია, ისე რომ არ დააკლდეს სპირალს სითხე და არც გაუვიდეს ბაქს. ამ შემთხვევაში უმჯობესია ვიყიდოთ. სანამ არის გაყიდვაში, იმიტომ რომ მერე უკვე აღარ იქნება გაყიდვაში. რო ამოიყიდება ის გამოშვებული პარტია მაგალითად. მოგაზრდავთ. ხო, რაც შეეხება ჩაშენებულ აკუმულატორს. მაქსიმალურად ჩემი რჩევა ეცადეთ ჩაშენებული აკუმულატორით მოწყობილობები არ შეიძინოთ. მაქსიმალურად ეცადეთ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ის აკუმულატორი არ არის ისეთი მძლავრი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ შევიძინოთ და ჩავდოთ. მეორე, ჩაშენებული აკუმულატორის შემთხვევაში ჩვენ ვერ გამოვცვლით აკუმულატორს, ანუ დაგვიჯდა, ხო? აკუმულატორი განიმუხტა, ჩვენ წასული ვართ, დაუშვათ გასული ვართ სახლიდან და ვერ ვცვლით აკუმულატორს. ან სახლში ვართ და მაშინვე ვერ ვცვლით აკუმულატორს, უნდა ჩართოთ დასატენად. თუ დაზიანდა აკუმულატორი ჩაშენებული აკუმულატორი მოწყობილობაში, თუ დაზიანდა, ხო?
ან ვადა გაუვიდა, ან ციკლების რაოდენობა გაუვიდა, დამოხტვა განმოხტვის. ჩვენ აკუმულატორს ვერანაირად ვერ გამოვცვლით, ანუ მოწყობილობა მუშაობს, აკუმულატორი არ ვარგა და აკუმულატორს, ჩვენ ამ ჩაშენებულ აკუმულატორს ვერ გამოვცვლით ვერანაირად. იმიტომ რომ ესენი არ იყიდება. და არც არავინ გამოგისვრით, ხელოსანი არ არსებობს ვეიპინგის. მოწყობილობები რო გაარემონტოს, იმიტომ რომ ვეიპინგის მოწყობილობა იაფიღირს ყოველ შემთხვევაში საზღვარგარეთ თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ. და ხელოსანს არ უღირს მოკლედ რა. 20 და 30 ლარის გულისთვის არავინ არ დაგიშლით და აგიწყობთ. მით უმეტეს რომ ეს მოწყობილობები ისეთია, ძირითადად ჩინურებია და შეიძლება დაშლა აწყობის დროს რაღაცა დაზიანდეს. იმიტომ რომ ხარისხოებია. ხარისხიანი ღირს ძვირი და რა თქმა უნდა ნაკლებად აქვს ხალხს. იდება. რაც შეეხება თერმოკონტროლს, ხო? მოდი ესე გეტყვით რა. თერმოკონტროლი არის საშუალება, რომ ვეიპინგი შეძლოს ადამიანმა აი ხო ისედაც ვეიპინგი არის მინიმალური ზიანის მიყენება ორგანიზმისთვის, როდესაც ადამიანი იღებს ნიკოტინს, ანუ ნიკოტინის მიღების საშუალება მინიმალური ზიანით, ხო? და თერმოკონტროლს როცა ვიყენებთ იმ სპირალებისთვის, რომელიც არის სრულიად უნებელი ორგანიზმისთვის, აი მაგ სპირალებს ჭირდება თერმოკონტროლი და ამ შემთხვევაში ვეიპინგი ხდება სრულიად უნებელი. აი ხო არის რომ ვეიპინგი არის ნიკოტინის მიღება მინიმალური ზიანით, ხო? და ამ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ყურადღებას აქცევთ სპირალს, ანუ სპირალის შემადგენლობას, რა შემადგენლობა აქვს სპირალს? იმ მავთულისთვის, რომელთაც კეთდება სპირალი, აუცილებელია თერმოკონტროლი. და ეს თერმოკონტროლი აქვს თითქმის ყველა მოდს. თითქმის ყველა მოდს აქვს ძალიან ცოტა მოდია, რომელსაც ძალიან ცოტა მოდელია საერთოდ, რომელსაც თერმოკონტროლი არ აქვს. ანუ ეს ნიშნავს მინიმალური ზიანიდან სრულიად უსაფრთხო ვეიპინგზე გადასვლას. ნუ ეს უკვე დრო მოვა. რა თქმა უნდა, შეისწავლით როგორ და რანაირად. ხო, ამიტომ ვამბობ მე, რომ თუ ვეიპინგი მიმდინარეობს ისე, როგორც არის წესი, მაშინ ვეიპინგი არის სრულიად უნებელი. სრულიად უნებელი. ეს ყველაფერი, რასაც ის თეთრხალათიანი აფერისტები ლაპარაკობენ, ეს არის ტყუილი. ისინი აზრზე არ არიან ვეიპინგის საერთოდ. და არ საინტერესებთ, იმიტომ რომ იმათ ფულს უხდის სხვა. და ლაპარაკობენ იმას, რითიც ასიამოვნებენ გადამხდელს. და თერმოკონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია ვეიპინგში, თუ გვინდა სრულიად, ვიმეორებ, სრულიად უსაფრთხო ვეიპინგი.
ხო, ნუ ერთჯერადებზე უკვე ვთქვი, რომ ერთჯერადები არის არ მიეკუთვნება ვეიპინგს, ეს რაღაცა სხვა ფენომენია, ფულის გასაკეთებლად გამოგონებული, მაგით თქვენ სიგარეტს თავს ვერ დაანებებთ ვერასოდეს, პირიქით სიგარეტს თუ არ ეწევით, დაიწყებთ მოწევას, და ძალიან ძლიერი დამოკიდებულება დაგეწყებათ ნიკოტინის მიმართ. ჯობია არ გაეკაროთ საერთოდ. და ამ შემთხვევაში ხო იტენება. ამ შემთხვევაში თუ იტენება აკუმულატორი ერთჯერადის, ეს იმას ნიშნავს, რომ გათვლილია ის ერთჯერადი ბევრ სითხეს. ამ ბევრ სითხეს ერთი და იგივე სპირალით რო აორთქლებთ, თქვენ გამოდის, რომ კი არა, აორთქლებთ, თქვენ ეწევით. თქვენ ეწევით და თან ეწევით საშინელებას. მაგას ნამდვილად გეტყვით, რომ ჯობია ისევ სიგარეტი მოწიოთ. იმიტომ რომ იმხელა ნადები ექნება იმ სპირალს და იმ სპირალის ნადები იწყებს წვას. წვას იწყებს. ანუ სიგარეტში ხო იწვის თუთუნი. ნუ თუთუნი სადღა უკვე დღევანდელ სიგარეტებში, მაგრამ წესით ხო უნდა იყოს. ანუ წვის შედეგად გამოყოფილი ბოლია ხო სიგარეტის. ერთჯერადის შემთხვევაში, რომელი ერთჯერადიც დაუშვათ 1000 ნაპასს აღემატება, ხო? ამ შემთხვევაში იმ სპირალზე არის ნადები. ეს ნადები იწვის. ამ ნადების წვის შედეგად გამოიყოფა ბოლი და არა ორთქლი და აი ამ ბოლს თქვენ ისუნთქავთ და ეს ბოლი, აი ამ ნადების ბოლი გაცილებით უფრო სახიფათოა ვიდრე სიგარეტის ბოლი. იმიტომ რომ ეს ბოლი უკვე უფრო მეტ მავნენივთიერებას შეიცავს ვიდრე სიგარეტის ბოლი. ამიტომ ერთჯერადი რომელიც არის 1000 ნაპასზე ზევით, ეს უკვე არის ძალიან დიდი მავნებლობა. არა მხოლოდ ის, რომ ნიკოტინის დამოკიდებულება ექნება ადამიანს. მანამდე 1000 ნაპასამდე ერთჯერადი ნიშნავს, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულებას აძლიერებს ადამიანი. მაგრამ 1000 ნაპასის ზევით ამას უკვე ემატება დიდი ზიანი ადამიანის ორგანიზმისთვის. რატომ და რანაირად? ზოგადად გითხარით და შემდეგ უკვე შემიძლია თუ საჭირო იქნება დეტალურად აგიხსნათ. აი ამაშია საქმე, ზუსტად ამაშია საქმე, კანონმდებელმა, რომელიც კანონს წერს. ეს არ იცის. იმ წარმოებლებას შეიძლება არ იცოდნენ, ვინც ამას აწარმოებს. ნუ მყიდველი და მომხმარებელი ხო საერთოდ ტყემაზეზის, იმიტომ რომ ერთჯერად ყიდულობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთჯერად არ იყიდიდა, ხო? და გამოდის, რომ არავინ არაფერი არ იცის. არავინ არაფერი არ იცის, სამაგიეროდ წარმოება არის, კანონი არის, ვითომ არის, არა და ამ დროს კანონი არის რაღაცა კატასტროფა სასწაული, რომ ვკითხულობ მეცინება, ანუ სასაცილო კანონია. დავცინ იმის დამწერს და მიმღებს, რა ვქნა. უკაცრავად, მაგრამ მასე არ უნდა გააკეთოთ ისე, რომ სასაცილოები გახდეთ. მე არ მაქვს ლაპარაკი მხოლოდ საქართველოს კანონებზე. საქართველოს კანონი პრინციპში დაწერილი არ არის, ის დაკოპირებულია. მე ვამბობ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც მართლა დაწერეს ეს კანონი. და დაწერეს ის, რის წარმოდგენაც საერთოდ არ აქვთ. ვეიპის სიცხეში პროპორციულად და უცნაურად გასათვალისწინებელი მოთხოვნები. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სითხის ინგრედიენტები უნდა იყოს წარმოდგენილი უფრო სწორედ
სითხის ინგრედიენტებს უნდა გქონდეთ ლიცენზია. ანუ წარმოებელმა უნდა წარმოადგინოს ლიცენზია. თქვენ ახლა თქვენ წარმოებელი არ გაჩვენებთ რა თქმა უნდა ლიცენზიას, მაგრამ თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ მოთხოვოთ გამყიდველს ინგრედიენტზე ლიცენზია. მე აქ პრობლემას ვერ ხედავ. ყველას აქვს ლიცენზია. ვისაც ოფიციალურად აქვს შეძენილი, რა თქმა უნდა. კი არა, მე მახსოვს ვინც ყიდდა სითხებს, იმათ დაუშვათ საიტი რო ქონდათ, საიტზე ქონდათ ლიცენზიები ატვირთული, პლუს მაღაზიებში რომ მიხვიდოდი საყიდლად, კედელზე ქონდათ ეს ლიცენზიები გამოგრული. იმიტომ რომ ხო ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, როგორც წესაგერ ადამიანი, ძალიან ბევრია შემოსული სითხეები ისეთი, რომ გაუგებარია რა ინგრედიენტებით არის გაკეთებული, გაუგებარია ვინ არის მწარმოებელი, მარტო სახელი აწერია და ძალიან ბევრია ესეთი კონტრაბანდული, ხო, უაქციზო და კონტრაბანდული, რა თქმა უნდა, რაც მთავარია. ის საქონელი, ის სითხეები, რომლის კონტროლიც არანაირად არ ხდება საქართველოში. იმიტომ რომ ეს არის კონტრაბანდა. ამისთვის მადლობა, რა თქმა უნდა, ისევ კანონმდებელს, იმიტომ რომ იმის თანაგადასახადები დააწესა, რომ კონტრაბანდით ადამიანები კარგად ხელს მოითხოვენ და ვინ აკრძალა ახლა კანონის დარღვევა, ხო? იქ სადაც დიდი ფული კეთდება, მოკლედ კონტრაბანდას ვერ აღმოფხრი. და რაში ჭირდებოდათ ეს, ეგ სხვა ამბავია კიდე. ანუ კონტრაბანდული სითხეები არ იყიდოთ რა და არ იქნებით მაგ რისკის წინაშე. რო არ იცით საიდან არის და როგორ არის. ხო, მე არ ვაკეთებ განხილვებს. ანუ განხილვები რო გააკეთო, ხო? აი, რატო უნდა გავაკეთო განხილვა? განხილვებს აკეთებენ ბლოგერები, რომლებსაც ფულს უხდიან იმ განხილვაში. არ გეგონოთ, რომ რომელიმე ბლოგერი განხილვას აკეთებს უფასოდ. იმას გადაუხადეს ფული. იმას არ მოწყობილობები გამოუგზავნეს რაღაცა რაოდენობით, რომ შეუძლიათ მერე ის გაყიდონ და იქიდან აიღონ თანხა, მაგრამ მეტწილად მოწყობილობებსაც უგზავნიან და თანხასაც გაძლევენ, იმიტომ რომ რატო გააკეთებს ახლა ადამიანი განხილვას ვიღაცის დაუშვათ ნაწარმის რეკლამირებას, ხო? მით უმეტეს რომ ვეიპინგის მოწყობილობების და ასე შემდეგ ნებისმიერი ნივთის რაც მიეკუთვნება ვეიპინგს, აი ამ ნივთის რეკლამირება არ შეიძლება, აკრძალულია კანონით. ერთადერთი საშუალება ადამიანებმა, მომხმარებლებმა თუ დამწყებლებმა გაიცნონ ვეიპ მოწყობილობა, ან გაიცნონ წარმოებელი სითხის ან რაღაცა, ერთადერთი საშუალება არის განხილვის გაკეთება იმ მოწყობილობაზე. ხო, აი ეს უკვე რეკლამაა რა, როდესაც განხილვას აკეთებ. ერთადერთი რეკლამაა თანაც. და რატო გაუკეთებს ახლა ბლოგერი იმას რეკლამას უფასოდ, ხო? არ მისმის, რატომ გააცნობს. მე ამიტომ უკავშირდებიან ბლოგერებს, აძლევენ მოწყობილობას, აძლევენ თანხას და ეს ბლოგერი აკეთებს განხილვას იმაზე. ის კარგია, ცუდია, ეს უკვე რამდენად სანდო ბლოგერია რა, მოდი ესე ვთქვათ. აი აქედან გამომდინარეა, ვენდოთ იმის განხილვას თუ არ ვენდოთ იმის განხილვას.
მე განხილვა საერთოდ არ ვაკეთებ. მე უბრალოდ ჩემ გამოცდილებას ვაზიარებ და როგორც წესი განსხვავება ამაში რაშია ბლოგერებს უგზავნიან წინასწარ დაუშვათ სანამ გამოვა მოწყობილობა. რომ უკვე რეკლამას აკეთებენ, მოწყობილობა რომ გამოვა. უკვე გაპიარებულია და იყიდოს ხალხმა. ან აი ახლა გამოვიდა ხო მოწყობილობა და აი ახლავე რომ გაიყიდოს მაშინ უგზავნიან რომ მაშინ გამოვიდეს ის განხილვა. და ისეთი რაღაცაა რომ მე მოწყობილობის გამოცდილებას ვაზიარებ, მოწყობილობა რომ გამოვა დაახლოებით 1 წლის მერე ან 2 წლის მერე. იმიტომ რომ მე თუ არ გამოვიყენე რეალურად ეს მოწყობილობა, ხო? რაღაცა დიდი ხნის მანძილზე. მე ვერანაირად ვერ ვიტყვი ვარგა თუ არ ვარგა. ერთ დღეში, ორ დღეში და ორ კვირაში არ გამოჩნდება მოწყობილობების პლუსები და მინუსები. ამას რაღაცა გარკვეული დრო დასჭირდება, ხო? მე თუ დაუშვათ ის ხრახნი, რომელიც არის ატომაიზერში დაახლოებით 10-ჯერ, 20-ჯერ, 50-ჯერ არ დაუშვი და მოუჭირე, ვერ გაიგებ, ხო ის ხრახნი ვარგა თუ არ ვარგა. ერთხელ თუ დაუშვი და მოუჭირე, ან 2-ჯერ, კიდაც 10-ჯერ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგია, ხო? შეიძლება მე-12-ზე და მე-15-ზე მოიცვითოს და აღარ ევარგოს. ამიტომ, როდესაც შენ აზრს აზიარებ, ხო, ეს მაქსიმალურად უნდა იყოს, რომ გამოსცადე შენ ეს მოწყობილობა მაქსიმალურად და ეხა ერთ კვირაში და ორ კვირაში ვერ გამოცდი რა ვერანაირად. პლუს სანამ მე ამას მოვიხმარ ხოლმე, სანამ გადავიღებ, თუ გადავიღე ესეც. მერე იმას სანამ დავამონტაჟებ და ესე გადის 1 წელი, 2 წელი. დღესაც მაქვს რამოდენიმე ვიდეო დასამონტაჟებელი და ვერ ვიცლი იმისთვის, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი სამსახური, ხო? ბლოგერისთვის ის სამსახურია და იმაში ფულს იღებს. მოკლედ ესეა. ხო, კიდევ დარჩა რამოდენიმე შეკითხვა. მაგრამ ეხლა ამ ლაივში ვეღარ მოვასწრებ. და შემდეგ კიდე გავაკეთებ ლაივს. როცა მოვახერხებ ოღონდ რა. არ ვიცი, როდის მოვახერხებ. ხვალ ზეგ ერთ კვირაში, ერთ თვეში წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ არ მინდა შეგვირდეთ, რომ ხვალე იქნება, ან ერთ კვირაში იქნება და მერე არ იყოს, იმიტომ რომ ლაივის გაკეთება ძალიან ბევრი რაღაცისგან არის დამოკიდებული და შეიძლება არ გამოვიდეს. კარგი, დაგემშვიდობებით. დღეს ამითი დაგემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ ლაივში. რომ გამოიწერთ არხს, შეტყობინებების გამოწერას დააწექით, რომ ლაივი არ გამოტოვოთ, იმიტომ რომ მე ისე გამოდის, რომ მე ვერ გავიგე ლაივი რო იყო და უგაცრავად, მაგრამ უნდა დააწვეთ იმ ზარის რელაქს, რომ შეტყობინება მოგივიდეთ, როდესაც რაღაცა სიახლეა არხზე. ამას თუ არ გააკეთებთ, რა თქმა უნდა, არავინ არ გეტყვით, რომ ლაივი დაიწყო. ხო, მოკლედ, კარგად იყავით. თუ რამე შეკითხვები გაქვთ, მომწერეთ Facebook-ზე და შეკითხვები არ დაწეროთ კომენტარებში. კომენტარი არის იმისთვის, კომენტარების გაყოფილება იმისთვის, რომ კომენტარი დაწეროთ და არა შეკითხვები. მაინც ვერ გიპასუხებთ YouTube-ზე, მაგ შეკითხვებზე, მაინც მოგიწევთ Facebook-ზე რომ მომწეროთ. და თხოვნა იქნება, რომ წერთ ისეთ შეკითხვებს Facebook-შიც
რომელზე პასუხიც უკვე გაცემულია ვიდეოებში. ამ ვიდეოებს მე იმისთვის ვიღებ და იმისთვის ვდებ YouTube-ზე, რომ უყუროთ და კითხვა რო დაგებადებათ, ნახოთ ვიზუალურად ამ თქვენ შეკითხვაზე პასუხი. და არა იმისთვის, რომ უკვე არსებული ვიდეო კიდევ ერთხელ გავახმოვანო და ტექსტის სახით დავწერო. ხო, მოკლედ კარგად იყავით. გემრიელ ორს გისურვებთ.